სირცხვილი, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ ჩაიდინა 70-იანი წლების შუა რიცხვებიდან აქეთ. მოდით პირდაპირ ვთქვათ, მისი უწმინდესობის ილია მეორეს პერიოდში. გავიხსენე პირველი სირცხვილი. ცნობილი თვითმფრინავის ბიჭების თემა, რომელთაც გაიტაცეს თვითმფრინავი საბჭოთა კანონების მიხედვით და ბევრი სხვა კანონების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. ახლა იმათ არავის დამარცხება არ უნდათ იქ, მაგრამ ვინც წინ აღუდგა, იმათ ისინი იარაღით მოუწიათ ერთმანეთთან დაპირისპირებით, რომ ყველა პილოტს იარაღი აქვს და ბორტზე იარაღი უნდა იყოს და ამათაც რაღაცნაირად შეძლეს. მაგრამ მოხდა საშინელი რამ, ბერმონაზონი მამა თეოდორე დახვრიტეს. საპატრიარქომ ხმა ვერ ამოიღო და არც ამოიღო და ვერც ამოიღო, რომ ეს კაცი თავისი შვილი დაეცვა. გაზეთი და ტელევიზიით გავრცელდა საპატრიარქოს ჩემთვის ამაზრზენი და შემაზრწუნებელი წერილი, როგორ გმობდა ის საბჭოთა მოქალაქისათვის შეუფერებელ მათს აქციებს. მეორე სირცხვილად ჩავთვალე ბარიკადებზე არ დგომა. როდესაც ზვიადის მომხრე და საქართველოს კეთილდღეობის მომხრე საზოგადოებას ებრძოდა პუტჩიზმით დასნებოვნებული ნაწილი საქართველოსა და როცა ქართველები ერთმანეთს ხოცავდნენ, მხოლოდ ერთადერთი მოძღვარისიც თავის ნებით მამა არჩილ მინდიაშვილი იდგა ბარიკადაზე და რამდენი ხანი შეძლო მან იქ ვთქვა, მე ვეღარ აზრი აღარ ქონდა და გაეცალა ისიც. საპატრიარქოდან არავინ არ გამოჩენილა. უფრო მეტიც, როდესაც ზვიადი აქედან მიაბრძანეს, თების შემდეგ მისი უწმინდესობა მოლოცვებს ღებულობდა სხვა მიტროპოლიტებისგან და სინოდის წევრებისგან, რომ თქვენი ლოცვა კურთხევით, თქვენი უწმინდესობაო, სატანა მოვაცილეთ საქართველოს. ეს სიტყვები ყველას უჟღერს ყურში, ვინც იქ ამ სუფრას ესწრებოდა. ვიღაცამ ტაშისყვრით მიიღო, ვიღაცა შეძრწუნდა. სამე სირცხვილი ჩვენი ეკლესიის განდაშებული გახლავთ, როდესაც პირდაპირ ვიტყვი რა, ძალიან გთხოვთ, ნუ ამომიჭრით ამ სიტყვებს. სულით გარყვნილ და გვამით მყრალ ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქა საზოგადოებამ, მოგეხსენებათ იმელის შენობას რო ეძახდით იქა. რატო დაუჩოქა? იქ პატრიარქი იდგა შევარდნაძის გვერდით. რაც იქ ხალხმა დაიჩოქა, აბსოლუტურ უმრავლესობას პატრიარქი რადგან დაინახა, იფიქრა კარგ აქციებს ვაკეთებ, თორე ეს კაცი აქ არ იდგებოდაო. მისი ავტორიტეტი ძალიან უარყოფითად იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, სამშობლოს წინააღმდეგ და ღვთის წინააღმდეგ. დაიჩოქეს და ამ დროს სიწმინდით შობელო დედაო ეკლესიაო ჩემო, როგორც მიმართავთ მას, სატანის გვერდით იდგა. სატანის მსახურის გვერდით იდგა. სირცხვილი, რომელიც ჩაიდინეს, ეს გახლდათ ყოველი ნაბიჯი, ერთად აკრეფილი, აი ამ ქედან მოყოლებული, როდესაც 70 დეპუტატმა ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია დაიწყო და გაუთანაბრა მისი სტატუსი, დააქვეითა გაუთანაბრა დანარჩენ კონფესიებს, ანუ კონკორდატით ხელმოწერილი, ჯერ კონკორდატის სისულელე და სითავხედე. ამაზრზენი რა, მაგრამ კონკორდატი ამიტომ კი არ იქნა გაუქმებული, რომ ის ცუდი იყო, გაუარესებული იქნა. იმით რომ სხვა მხური ბატო პატივი შეიძლება მიაგო. მე ვთვლი მაგალითად, რომ სხვა კონფესიების არსებობა ქართულ კულტურულ სივრცეში საქართველოს მაღალი კულტურის მაჩვენებელია. ეს ტოლერანტიზმი და შემდეგ საქართველოს მოსახლეობიდან მთლიანად საქართველოს მაღალი
მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურის მაჩვენებელია. როდესაც მისმა უწმინდესობამ ბრძანა იქნებდა